მეგობრებო, მოგესალმებით, საჯარო გაშლა მინდა შემოგთავაზოთ შემდეგი თემით. რატომ არ მაქვს ენერგია ახლა? განსაკუთრებით ძალიან კარგი იქნება ეს საჯარო გაშლა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავს გრძნობთ უენერგიოდ, უმოტივაციოდ და ნახოთ რა არის რეალური მიზეზი იმისა, თუ რატომ ხართ უენერგიოდ და შევეცდები თითო არკანით თუ წამოვიდა ინფორმაცია, მოგიყვეთ თუ როგორ აღიდგინოთ ეს ენერგეტიკული ფლორა, ხო, ენერგია როგორ წამოიღოთ მომართოთ თქვენსკენ. ძალიან კარგი. ორი ვარიანტი გვექნება. პირველი ვარიანტი, რატომ არ მაქვს ენერგია ახლა და მეორე ვარიანტი, რატომ არ მაქვს ენერგია ახლა. ვარიანტი პირველი და ვარიანტი მეორე. პირველი ვარიანტი, რატომ არ გაქვთ ენერგია ახლა და მეორე ვარიანტი, რატომ არ გაქვთ ენერგია ახლა. სანამ ვარიანტებს ერჩევთ, შეგახსენებთ, რომ გვერდი მზის ადამიანი, ისე როგორც YouTube არხი ნინო ლეჟავა ფუნქციონირებს მხოლოდ საჯარო გაშლებისა და შემეცნებითი პოსტების ფორმატით. სხვა ყველაფერი დანარჩენი ზიარდება ეზოთერიულ შემეცნებით დახურულ ჯგუფში, სახელწოდებით მზის კარი. ძალიან კარგი. იმედია ერჩიეთ ყველამ თქვენი ვარიანტი და პირველი ვარიანტი. მოდით ვნახოთ თქვენი უენერგიობის მიზეზი რა არის ახლა. ფორტუნას ბორბალი. ეს არის სერიოზული ტრანსფორმაციული პროცესები. თქვენ გახართ გარკვეული ცვლილებების წინაშე. ეს ცვლილებები იგრძნობა მასშტაბური არის ეს ცვლილებები. ეს პროცესები არ არის უბრალოდ ერთი დღის პროცესი. ეს არის პროცესი, როდესაც თვითონ სცენარი თქვენი იცვლება ფუნდამენტალურად და შესაბამისად ასეთი ცვლილებების დროს ყოველთვის გასაგებია ხოლმე, რატომ არის უენერგიობა, რატომ არის დაღლა, რატომ არის ხასიათების ცვლილება, ხო, ცვალებადი ხასიათი, მით უმეტეს თუ არ გახასიათებთ ცვალებადი ხასიათი და უბრალოდ გრძნობთ ეს მომენტებში მოზღობულ სიბრაზეს, მე როცა ტირილი გინდებათ, მე როცა სიცილი გინდებათ, ხო? თქვენ შემთხვევაში დიაგნოზი ასეთია, რომ თქვენი უენერგიობის მიზეზი ახლა არის ის მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული, შეგიძლიათ დავარქვათ კარმული, ტრანსფორმაციული პროცესები, რასაც რა თქმა უნდა, საკმაოდ ბევრი ენერგია მიაქვს თქვენ შემთხვევაში. პრინციპში არა მხოლოდ თქვენ შემთხვევაში. ძალიან კარგი. სად მიყავხართ ამ ცვლილებების გზას? მოდი ასე ვნახოთ. სად მიყავხართ ამ ცვლილებების გზას? პირველი ვარიანტი. სამარკანში მაჩვენე. სად მიყავხართ ამ ცვლილებების გზას? სად მიყავხართ ამ ცვლილებების გზას? თქვენ საკუთარ ძალამდე, თქვენ საკუთარ პოტენციალამდე. თქვენ აღიდგენთ ენერგიებს აუცილებლად. ეს არის გაცნობიერების თუ კოლეგები მიყურებთ, თქვენი პრაქტიკის, თქვენი მაგიური გზის კიდევ უფრო მეტად გაცნობიერება, კვალიფიკაციის ამაღლება, კიდევ ერთი საფეხურით წინ წასვლა, კიდევ ერთი გაცნობიერება. კიდევ სად მიყავხართ თქვენს ფორტუნას ბორბალს? ორიანების კვერთხები. საკუთარი თავის არჩევამდე მიყავხართ ამ გზას, ამ გაცნობიერების გზას. გამიგეთ? საკუთარ თავამდე მიყავხართ, იმიტომ რომ შესაძლებელია ეს ბრძოლები ზუსტად ამას ეკუთვნოდა, ეს იყო მიზეზი, რომ დაგებრუნებინათ საკუთარი თავი, დაგებრუნებინათ საკუთარი ძალა, საკუთარი პოტენციალი და აგერჩიათ საკუთარი თავი და მე აქ მოიჩვენებს, რომ თქვენ აირჩევთ საკუთარ თავს.
აუცილებლად აერჩევთ საკუთარ თავს. უბრალოდ ცხრენების თასები ესეთი არკანია. დიდხანს მასში გაჩერება განსაკუთრებით მათთვის, ვინც მუდმივად ძიების პროცესია. დიდხანს ამ ენერგიებში გაჩერება ადუნებს. დიდხანს ამ ენერგიებში გაჩერება აზარმაცებს და კომფორტის ზონაში სვავს. კომფორტის ზონა არ არის ეს ცუდი რამ, ჩემო ძვირფასებო. ჩვენ ისევ საუბრობთ ხანდახან კომფორტის ზონაზე, რომ შეიძლება ვიფიქროთ, რომ კომფორტის ზონა ცუდი. არა, არავითარ შემთხვევაში. იმიტომ რომ კომფორტის ზონა შეიძლება იყოს ტოქსიკურიც და შეიძლება იყოს ჯანმრთელი, ჯანსაღი, კარგი, ადეკვატური კომფორტის ზონა. და ცხრენების თასები ამ შემთხვევაში თუ დიდი ხანი გაჩერდებით, იცით რა არის, ჯანსაღი იქნება იმ ადამიანებისთვის და ესეთი გასაგები, ვინც რაღაც დიდ მაგიურ მწვერვალებს არ იპყრობს, ხო, მიიღო თავისი კომფორტის ზონა და სანამ ჩათვლი საჭიროდ იქნება იქ, ხოლო ადამიანისთვის, რომელიც მოგზაურია, რომელიც მაგიურ შემეცნებითი გზით მიდის და მე ვკითხულობ ამას კოლეგებისთვის, იმიტომ რომ ესეთი ენერგიები წამოვიდა, რომ შესაძლებელია მისმენდნენ აქ თან არ უყვართ კოლეგებს იმის დაწერა, რომ უსმენენ ჩემს საჯარო გაშლებს, მაგრამ ვიცი რომ უსმენენ და უფრო მეტიც საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას იღებენ. თუ მისცემთ მათ საკუთარი თავმოყარების ამბავი მის საშუალებას და უფლებას რომ დაწერონ, კი, ნინო, მე შენ გისმენ და ვიღებ, ხო, იმიტომ რომ რო არ ეხმარებოდეთ, ჩემი საჯარო გაშლები არ მოისმენდნენ, ხომ ასეა. თუმცა ისეთი კოლეგებიც მისმენენ, რომელსაც დიდად შეიძლება გულზე არ ვიხატები, მაგრამ მაინც მისმენენ, იმიტომ რომ ინფორმაცია კარგია, მოსწონთ. მაგრამ პირადად მე დიდად არ ვიხატები გულზე. ეს მათ ჩრდილებს ვეთამაშები ალბათ ცუდად. კარგით, გადავედით მნიშვნელოვან მომენტზე. ხო, აქ იმიტომ რომ ცხრენების თასები არ არის მაინც და მაინც კარგი იმ ადამიანთათვის, ვინც ხო მუდმივად სულიერი ძიების პროცესებშია და გააზარმაცებს ცხრენების თასები. ჩასვავს რაღაც ერთ მდგომარეობაში და მე თვითონვე არ მოეწონება. პრინციპში თვითონვე დაანგრევს ამ ცხრენების თასებს და თვითონვე გააგრძელებს გზას. მაგრამ მაინც როგორც გაფრთხილება, ხო, იცის გაზარმაცება ამ ენერგიებმა. როგორ აღიდგინოთ ახლა ენერგია? მივხვდეთ იმისა, რომ ხედავთ, რომ თავგადასავალია ხა ჩვეულებრივად, სადაც ცვლილებების წინაშე გახართ და საკუთარ ძალებს იბრუნებთ, მაგრამ ერთი არკანით მაჩვენე, როგორ უნდა დაიბრუნოს ძალა, ენერგია პირველმა ვარიანტმა, როგორ უნდა დაიბრუნოს. შეწყვეტეთ პარაზიტების გამოკვება, შეწყვეტეთ. იმიტომ რომ შეიძლება აქ იყოს ის მომენტი, რომ კონდეთ ისეთი დამოკიდებულება თუ არ მივცემ ადამიანებს, რა ვიცი, ენერგიას, ინფორმაციას, ყურადღებას, მე საჭირო არ გავხდები. აქ თუ თქვენი კომპლექსია იმის, რომ გეშინიათ, რომ ვინმესთვის საჭირო არ გახდებით, ან დაიწყებთ, თქვათ, ინფორმაციის ენერგიის დოზირებას, მინდა გითხრათ, რომ ეს ესე არ არის. იმიტომ რომ ვისაც ნამდვილად ჭირდებით, ხო, ბევრი ნიღბები ჩამოცვიფდება, ბევრი არასაჭირო ადამიანი გატრიალდება, ხო, როდესაც დონორი აღარ იქნებით უფასო მათთვის. მაგრამ სამაგერად დარჩებიან ისინი, ვინც სიმბიოზისთვის თქვენთან მზად არის, ხო? ანუ უკავშირი, ნებისმიერ უკავშირს გულისხმობ აქ, როდესაც ენერგიების გაცვლა ხდება თანაბრად, შენ მე შენ. როდესაც არის ეს გააზრებული შენ მე შენ, მაშინ ყველაფერი კარგად არის. როგორ აღედგინოთ ენერგია? არკანის სულელი, ახალ გზაზე გადიხართ. ახალი გზა, ახალი გამოცდილება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ახალ გზაზე არკანი ძალით გადიხართ, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენი
ქარცეცხლი, თქვენი ყინვა, თქვენი სიცხე, ყველაფერი ისაც თქვენთვის ახლა ენერგეტიკულ ციებ-ცხელებას ეხებოდა, ყველაფერი მიდის გარკვეული ფინალისკენ. არკანის სულელი თქვენ სუფთაფურცელი იქნებით, რომელსაც შესაძლებელი იქნება ახალი ისტორიის დაწერა. ძალიან ბევრი გაიარეთ, ბევრი ისწავლეთ. ოჯახ, ვამაყობ თქვენით. დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტი. დავიდეთ მეორე ვარიანტზე. არ დაგავიწყდეთ კავშირი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის ვამბობ გაზიარება უდრის გვერდის მადლიერებას. მეორე ვარიანტი. რატო ხარ თუ ენერგიად ახლა? რა ვერ დაამტკიცეთ? აგრესიული ხარ მეგობარო. ძალიან ბევრი სიბრაზეები გაქვს. ცდილობ ისეთი სივრცე გადახსნა, გადახიო შენი ხელებით, ხო? ერთგვარი ზეწოლა მოახდინო გარკვეულ მოვლენებზე. და ამას საკმაოდ აგრესიულად აკეთებ. აგრესიული ხარ, ბევრი აგრესია არის შენში. ბევრი პრეტენზია არის შენში, ბევრი პროტესტია შენში. რატო არის ეს პრეტენზია და პროტესტი? რატომ გაქვს მეორე ვარიანტი ეს პროტესტი? რატომ გაქვს ეს პროტესტი მაჩვენე? არკანის შეყვარებულები. შვიდენების კვარტხები. ურთიერთობაში არ ხარ მშვიდად, ხო ასეა? ნებისმიერ ურთიერთობას ეხება, იმიტომ რომ ხა მაყურებელი ბევრია და მე ეს და მეც პარტნიორულ ურთიერთობებზე ვერ დავიწყებ საუბარს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ურთიერთობებში გთრგუნავენ, ერთი თრგუნავს მეორე ადამიანს. ერთი თრგუნავს, ნახეთ რამდენი აგრესია არის, ნახეთ რამდენი ნების დათრგუნვა მოდის, ხო? აბსოლუტურად არაჯანსაღ ენერგიებში ხართ, მეორე ვარიანტი. აბსოლუტურად არაჯანსაღ ენერგიებში ხართ. ამტკიცებთ. რას ამტკიცებთ? მთელი თქვენი ენერგია მიდის მტკიცებაში. რას ამტკიცებთ? თქვენ თვითონაც არ იცით. რას ამტკიცებთ? თქვენ თვითონაც არ იცით. რაღაცას ამტკიცებთ? მაგრამ ბოლომდე თქვენ თვითონაც არ იცით. ეს იცით როგორი შეგრძნება არის, რომ თითქოს ამით გინდათ რომ აჩვენოთ არა მხოლოდ ერთ ადამიანს, არამედ ზოგადად საზოგადოებას დაანახოთ თქვენი ღირებულება, თქვენი ფასეულობა, მაგრამ ვერ ღებულობთ ამას საბოლოო ჯამში. ვერ ღებულობთ და ენერგიას კარგავთ. იმიტომ რომ თქვენ თვითონვე აანახეთ, არ არის ჩამოყალიბებული აზრი. აქ არის ძალიან ბევრი არაგულწრფელობა საკუთარი თავის მიმართ, საკუთარი სურვილების მიმართ. შეგრძნება მაქვს არაგულწრფელი ხართ საკუთარი თავის მიმართ და შესაბამისად არაგულწრფელობას იღებთ სხვა ადამიანებისგანაც, იმიტომ რომ თუ გინდა რომ გულწრფელობა მიიღოს სხვა ადამიანებისგან, პირველ რიგში საკუთარ თავთან იყავით გულწრფელი. ადამიანებს კიდე არ უყვართ საკუთარ თავში გულწრფელობა. არ უყვართ საკუთარ თავთან. თავარი მიზეზი მითხარი, რატო კარგავს ენერგიას მეორე ვარიანტი. თავარი მიზეზი მითხარი, რატო კარგავს მეორე ვარიანტი ენერგიას. ხმლების დედოფალი. თუ მამაკაცები მიყურებთ, ეს არის კონკრეტული ქალი, რომელიც ძალიან გაპროვოცირებთ, ძალიან გაღიზიანებთ, გაბრაზებთ, საკმაოდ ძლიერი ძალაუფლების მოყვარული ქალი არის. ნამდვილად სუსტი ნერვების კაცები ასეთი ტიპის ქალთან ურთიერთობაში ნამდვილად დაიჩაგრებენ, მაგრამ ძირითადად ხარმი და ქალი კაცი, მაგრამ გინდათ რომ დაანახოთ საკუთარი ძალა ადამიანებს. გინდათ რომ დაანახოთ საკუთარი ძალაუფლება ადამიანებს. რომ შეგრძნება მაქვს რომ გარეთ უშვებთ იმ ურჩხულებს, რომელსაც თქვენ თვითონაც ძალიან კარგად არ იცნობთ.
რამდენად გამოგდით საკუთარი ძალაუფლების დამტკიცება, გარდა იმისა, რომ ბევრი ენერგიები მიაქვს ამ ყოველს, რამდენად გამოგდით? ექვსიანების პენტაკლები. ძალიან გინდათ, რომ ბალანსი იყოს, ხო? რამდენად გამოგდით? სამიანების თასები, რამდენად გამოგდით? ხუთიანების თასები. ვერ ვიტყვი, რომ გამოგდით. და გინდა გითხრათ, რატო არ გამოგდით, იმიტომ რომ ძალიან დაძაბული, ისტერიულად აკეთებთ ამ ყველაფერს. ბევრი სპაზმიურობაა თქვენში. გამიგეთ, ხო? როგორც გითხარით, უკვე არის აქ ერთგვარი ქაოსი საკუთარ თავში, გაუგებრობა, რისთვის ვაკეთებ, მინდა რომ გავაკეთო, მინდა რომ ძლიერი ვიყო, მინდა რომ მაგარი გოგო ვიყო, მაგარი ბიჭი ვიყო, მინდა რომ ჩემი საზღვრები დავაყენო, მაგრამ ამას აბსოლუტურად ქაოტურად აკეთებთ საბოლოო ჯამში. აბსოლუტურად ქაოტურად აკეთებთ, იმიტომ რომ ამ ყველაფრის მიზეზი არის გარეგნული, გაარეთა ეფექტი. მაგრამ არა შიგნით. შიგნით სხვა რამე გინდათ საერთოდ. რეალურად რა გინდათ შიგნით? რეალურად სიყვარული გინდათ ძალიან. თქვენ არიცით, რომ აგრესიით და სიბრაზეთ სიყვარულს ვერ მიიღებთ? ვერ შეგიყვარებთ სხვას თუ ჯერ საკუთარი თავის სიყვარულს არ ისწავლით? ამას ვერ საუბრობთ ხოლმე, მაგრამ ბევრმა ადამიანმა ვერ გაიგო, რომ სიყვარული საკუთარი თავით იწყება. საკუთარი არ გჭირდებათ ადამიანებს ხეთხა სამბერს საუბრობენ, საზღვრები დაიჭირეთ. ნახეთ, ნებისმიერი საზღვარი არის ძალიან ძალიან ხელოვნური, როდესაც ის კეთდება ნევროზულ მდგომარეობაში, ხო? ან გინდა რომ ადამიანს დაანახო ვინ ხარ, რა ხარ, რას წარმოადგენ და განა რეალურად ხარ ეს, რაც გინდა რომ ადამიანს აჩვენო, განა რეალურად აყენებ ამ საზღვრებს. არ ხარ საკუთარ თავში დარწმუნებული. ხოთ, მეგობრებო, არ ხარ საკუთარ თავში დარწმუნებული. გამიგეთ რაშია საქმე. საკუთარ თავში არ ხართ დარწმუნებული და მე როდესაც ამ საზღვრებს გინგრევენ, როდესაც თქვენს აგრესიით პასუხობენ, მანიპულაციით პასუხობენ, ხო მე ბრაზობთ. უფრო მეტი ბრაზაში მიდიხართ. ჯერ შიგნით რეალურად საკუთარ თავში გარკვევა, რეალურად სიყვარული გაგლიათ ძალიან. სიყვარული გაგლიათ, შემოქმედებითი ენერგიის გამოხატვა გაგლიათ, ხო? ბევრს მუშაობთ პუბლიკაზე, ხალხზე, ადამიანებზე, ოჯახის წევრებზე, რა ვიცი, ნათესავებზე, მეზობლებზე, მაგრამ არა საკუთარ თავზე და ძალიან დიდი სურვილი გაქვთ ამ დროს სიყვარულის. და ჩემი რჩევა იქნება, რომ აუცილებლად მიაქციოთ ყურადღება გოგოებმა ქალურ ორგანოებს და ფარისებრთა ჯებულებს. აუცილებლად. ნახლის ბუშტი თირკმელებით შეიძლება, მაგრამ ეს პირველი ორი სიგნიფიკატორი აქედან მოდის. შეიძლება ასევე იყოს უძილობები, თავის ტკივილები. ფარისებრი საშუალოსნო პირველი, მაინც. როგორ უნდა აღიდგინოთ ენერგია? პატარა საჯარო გაშლა მინდოდა და ერთი დიდი თერაპია გამომივიდა, ხო ასეა? კარგი. როგორ უნდა აღიდგინოს მეორე ვარიანტმა ენერგია მაჩვენე? სიყვარული, არკანი მაგი. თქვენი მაგი არის სიყვარულში. გაკლიათ ეს სიყვარული, ვერ იღებთ ამ სიყვარულს. არკანი ვარსკვლავი. რატო გინდათ სამყაროს დაანახოთ როგორი ესეთი მებრძოლი კაცრავი ჩემ ფრანგულისთვის ტესტიკულებიანი ქალები ხართ, ხო? ხო, ვინც აქ მიყურებთ, ხო? ბიანი. კვერცხებიანი, ხო? და შიგნიდან სიყვარული გწყურიათ. თქვენთვის ნამდვილად და საკუთარ სხეულთან საერთოდ არ გაქვთ კონტაქტი. თქვენთვის უპრიანია ყველა ის გოგოშკურ ავიცი, ქალური ენერგიების აწევა, მედიტაციები, იოგა, ხო? ავიცი, პილატესი,
არა, ვითარ შემთხვევაში გირები და ბოქსი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არა, რატომაც არა გამოუშვებთ იმ სიბრაზეებს, მაგრამ სამაგიეროდ სხვა რაღაცებს უფრო მეტად გაიზრდით. წყალი გაკლიათ ძალიან, ქრონიკულად გაკლიათ წყალი. სტიქიას გულისხმობ, ხო? მე არ მოგიწოდებთ იმისკენ, ხო, პრინცესები და ფერიები გახდეთ და წამწამები აფახუროთ, ეს არ არის თქვენი ბუნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენს მეორე მხარეს მიაქციეთ ყურადღება, ძალიან დათრგუნული გაქვთ. მადლობა მე რა იყოს. ან შეგიძლიათ ახლაც. დააფიქსიროთ. დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასო გამომწერებო, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.